მოგესალმებით. მე გახლავართ ლაშა დავითაძე, ბრიტანულ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მინდა გესაუბროთ ზოგადად ორგანიზაციის კულტურაზე, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტირებული. ერთ-ერთი საინტერესო кейსი გახლავთ ეგრეთ წოდებული Zappos кейსი, ცნობილი ამბავი. Zappo გახლავთ კომპანია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და ეს იყო სწორხაზოვანი ონლაინ ფეხსაცმელების მაღაზია. Zappos გენერალური დირექტორი, ანუ CEO, გახდათ აღმასრულებელი დირექტორი, გახდათ ტონი შიე და ტონი შიეს ჰქონდა ესეთი იდეა და ხედვა, რომ ეს კომპანია გახლავთ არა მარტო ფეხსაცმელების მაღაზია, რომელიც ონლაინ ყიდის ფეხსაცმელებს, არამედ მაღაზია, რომელიც ყიდის სერვისს ასევე. და მას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო მიდგომა. პირველი ის თავაზობდა მოხმარებელს 24 საათიან სერვისს, ის თავაზობდა 360 დღიან სერვისს, თავაზობდა უფასო დაბრუნებას თუ არ მოეწონებოდა სერვისი და ეგრეთ წოდებული wow ეფექტი, რომელიც გარკვეულ თქვა დადებით ემოციებს ახდენდა მომხმარებლებში. საინტერესოა მის შემთხვევაში იყო ის, რომ მას ჰქონდა იდეა, რომ ისინი არ ყიდიან არამედ ფეხსაცმელს, არამედ ყიდიან სერვისს. და ზუსტად აქ მინდა მთავარი აქცენტის გაკეთება და ზოგადად ნებისმიერ ორგანიზაციაში ამ ფაქტორის ხაზგასმა იქნება ეს ორგანიზაცია პროფიტზე ორიენტირებული, იქნება ეს მარკეტინგი, გაყიდვები, თუ ზოგადად ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის სახელმწიფო ორგანიზაციები, მაგალითად, რომელიც არ ყიდიან პროდუქციას და არ ყავთ მომხმარებელი. პირველი იდეა ის, რაც Zappos ჰქონდა, გახლავთ ის, რომ ადამიანი ყიდულობს არა მარტო ხარისხს, რომელიც პროდუქტთან არის დაკავშირებული, არამედ სერვისს. ალბათ ქონიათ ყოველს მსგავსი გამოცდილება, როდესაც ან ექიმთან იმყოფებით და მისი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე თვითონ ის სერვისი, რომელსაც თავის კომპეტენციით გთავაზობთ. ხშირ შემთხვევაში ეს ყურადღება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ვის კომპეტენცია, რომელიც შეიძლება ექიმმა შემოგთავაზოს და ალბათ ეს გარკვეული გამოცდილება გაქვთ კიდევაც. ზუსტად ეს იყო ის თავარი აქცენტი და ხედვა, რაც ტონი შიეს ჰქონდა და მან აქცენტი გააკეთა არა მარტო იმ სერვისს, იმ ხარისხზე, რასაც უშუალოდ თავაზობდნენ ფეხსაცმელების ხარისხის გულისხმობ. პირიქით, მთელი ამ კომპანიის წარმატება არ არის დამოკიდებული იმ ხარისხიან ფეხსაცმელებზე, რომელიც ისინი ყიდიან, არამედ იმ სერვისზე, რომელსაც ისინი თავაზობდნენ. აქ არის საუბარი კიდევ ერთხელ მოხმარებელზე ორიენტირებულ კულტურაზე. რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაჭირდა და მინდა რამოდენიმე მთავარნიშნულოვან ნაბიჯს გავუსვა ხაზი, რამაც განაპირობა უშუალოდ ამ ორგანიზაციის წარმატება. პირველი გახლავთ ზუსტად ეს ღირებულებები, რომელიც ტონი შიემ დააწესა და ეს ღირებულებები ქმნიდა ზუსტად იმ კლიმატს, რომლის აღსრულების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყო ზუსტად ეს მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩამონათვალი რაღაც ღირებულებების, არამედ ეს იყო ღირებულებები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი თანამშრომლების მიერ განხორციელებას ახდენდა. რა თქმა უნდა, ამის უზრუნველსაყოფად იყო სავალდებულო ერთთვიანი ტრეინინგი, რომელიც ეხმარებოდა კომპანიის თანამშრომლებს გარკვეული უნარჩვევების გამომუშავებაში და ეს იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც აკავშირებდა მათ კომპანიის ღირებულებებთან, დროს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ დეკლარირებული ფურცელზე დაწერილი ღირებულებათა ჩამონათვალი, არამედ ეს პრაქტიკაში განხორციელებადი უნარების ერთობლიობა იყო, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ქმნიდა ამ კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ კომპონენტს. ხაზგასმა მინდა ასევე იმაზე გავაკეთო, რომ ამას შეიძლება გარკვეული დადებითი უარყოფითი მხარეები მოყვეს, როგორიც არის მაგალითად ის ფინანსური თუ სხვადასხვა რესურსი, რომელიცაც კომპანია მაგალითად ხარჯად იღებდა. წარმოიდგინეთ 360-იან დღიანი სერვისი, 24 საათიანი მომსახურება და განსაკუთრებით ეს უფასო დაბრუნება თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მოეწონებოდა და ეს ეგრეთ წოდებული wow სერვისი, რომელიც რაღაც სურპრიზთან და დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან, რა თქმა უნდა. თუმცა ტონი შიე, აღმასრულებელი დირექტორი ამ კომპანიის Zappos-ი, ამ ხარჯს არ ხედავდა როგორც ხარჯს, არამედ ხედავდა როგორც ინვესტიციას. რა თქმა უნდა, მოკლე პერსპექტივაში ფინანსურად ეს შეიძლება არ ყოფილიყო მომგებიანი, მაგრამ გრძელ პერსპექტივაში ეს ხარჯი დანახული იყო არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც ინვესტიცია. ზუსტად აქ არის, მე ვფიქრობ, მთავარი არსი და ძალისხმევის ყავი დამალული, რომ ეს ხარჯები მომავალში და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრატეგიულ ხედვაში აუცილებლად ითარგმნებოდა და ამ შემთხვევაში Zappos кейსში გადაითარგმნა ძალიან დიდ წარმატებად, მათ შორის ფინანსურ წარმატებად, მოგვიანებით ტონი შიეს ეს კომპანია Zappos თვითონ Amazon-მა შეიძინა საკმაოდ დიდ თანხად, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კომპანიის ძალიან დიდ, მათ შორის ფინანსურ წარმატებას. ანუ
ეს ინვესტიცია, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა და არა ხარჯი, რომელსაც კომპანია სხვადასხვა რესურსის ხარჯით, მათ შორის ფინანსური რესურსის, ადამიანური რესურსის გასცემდა, რათა ორიენტაცია მოეხდინა მომხმარებელზე, დაუბრუნდათ მათ მომხმარებლის კმაყოფილების სახით, რომელიც რა თქმა უნდა ითარგმნებოდა იმ ფინანსურ წარმატებაში, რომელსაც კომპანია მიაღწია. შეჯამების სახით მინდა მოკლედ ხაზგასმით თქვა, ნებისმიერი ორგანიზაცია, იქნება ეს კიდევ ერთხელ პროფიტზე ორიენტირებული თუ სახელმწიფო ორგანიზაციები, ქმნიან გარკვეულ კლიმატს და ეს კლიმატი ემსახურება იმ ბიზნეს მიღწევას, რის გამოც ორგანიზაცია არსებობს. თუმცა ერთი რამ გვავიწყდება ხშირ შემთხვევაში, რომ თვითონ პროდუქტი, რომელსაც ვიძენთ, ან პროდუქცია, რა თქმა უნდა იყოს ხარისხიანი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის სერვისი და ის მიდგომა და ის მეთოდი, რა მეთოდით ჩვენ ამ პროდუქციას ვყიდით. ტონი შიემ ზუსტად ამოიცნა ეს მთავარი ფაქტორი, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყიდულობენ არა მარტო პროდუქტს, არამედ ისინი ყიდულობენ მომსახურებას. ეს არის სერვისი, განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიისთვის და ეს სერვისი ორიენტირებული არის ადამიანებზე. ადამიანებზე ორიენტაცია, რომელიც აძლევს მათ საშუალებას იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად, იგრძნონ თავი ბედნიერად, იგრძნონ თავი სამიზნედ და არა საშუალებად. და ეს იყო მთავარი იდეა. კიდევ ერთხელ არც ერთი მომხმარებელი თითქმის არ საუბრობს ფეხსაცმლის ხარისხზე, არამედ საუბრობს ზუსტად იმ სერვისზე, რომელიც ამ კომპანიამ შესთავაზა მათ. და ისინი უკვე გარკვეულ როგორ ვთქვათ, ერთგულებას გამოხატავდნენ ამ კომპანიისადმი. იმიტომ რომ ის სერვისი, რაც მათ მიიღეს, რაღაცნაირად ავალდებულებდა თითოეულ მომხმარებელს, რომ ისინი ყოფილიყვნენ ასევე ერთგულნი აღნიშნული კომპანიის. ჩვეულებრივ ბიოლოგიური ამბავია, როდესაც ადამიანი კარგს გიკეთებს, ამ დროს ორგანიზმში გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც თავს კარგად გაგზნობინებს, ოქსიტოცინი ქვია ამას, და ეს ნივთიერება არის ესეთი, რომელიც ასევე გაძლევს სულს, რომ შენ იგივე ნაბიჯი გადადგა მათ სასარგებლოდ და ფაქტობრივად კომპანიამ მოახდინა ამ შემთხვევაში ემოციური ბმის შექმნა და ვალდებულება, რომელიც სურვილთან იყო დაკავშირებული, მომხმარებელი ყოფილიყო ამ კომპანიისადმი ერთგული. რა თქმა უნდა, მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვყიდულობთ პროდუქციას მხოლოდ იმიტომ, რომ პროდუქცია არის კარგი, რაც თავისთავად ამას ასეც უნდა იყოს, არამედ ვირჩევთ ხარისხს. და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნიშა აღნიშნული კომპანიის, რამაც მისცა მათ დიდი უპირატესობა სხვა კომპანიებთან მიმართებაში და რამაც განაპირობა ამ კომპანიის წარმატება, რომ ისინი ყიდიდნენ არა მარტო პროდუქციას, არამედ მიდგომას, ხარისხს და ურთიერთობას მომხმარებელთან. რაც კიდევ ერთხელ გახდა ამ აღნიშნული кейსის წარმატება და დასკვნის სახით უბრალოდ ასე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში აღნიშნული კლიმატის შექმნა არის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც საქმე გვაქვს ადამიანებთან და ადამიანები არიან ემოციური, ესე ვთქვათ, არსებები, რომლებიც ემოციურად ღებულობენ ყოველთვის გადაწყვეტილებას და ამ ემოციების სწორად მართვა და წარმართვა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნებისმიერ ორგანიზაციის წარმატებაში.